არაკრებლის პოლიტიკას ამ მოწოდებით დედაქალაქში გმირთა მემორიალთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთთან ურთიერთობისა და აგვისტოს ომის თემაზე გუშინ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს. არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივა ოკუპაციის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსაც ეწინააღმდეგება. აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალთან ყვავილებით და სანთლებით მივიდნენ. გუშინ გააკეთა ბატონმა პრემიერმა განცხადება, რომ თვითონ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო რუსეთთან, რაც არის აღმაშფოთებელი და ასევე განაცხადა, როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, თუმცა ჩვენ სამხედრო აღლუმი არ უნდა გავმართოთ და არავის არ აინტერესებს ჩვენი სამხედრო ძალა. ჩვენთვის მიუღებელია აფხაზეთის მთავრობაში ბატონი ყოლბაიას დანიშნა, რომელიც წარსულში იყო კომუნისტი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კრემლის პოლიტიკის გატარება. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს აქ არის და არ არის, თუნდაც აქ და ხვალდადგება საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დასაცავად, არ დაუშვებს, რომ საქართველო გახდეს ისევ ეს რაღაც პერიფერია რუსეთის, ის პატარა სოფელი, რაც გუშინ პრემიერს ამოწდა, ესე ხატოვნად.